ხვალ საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ვიხილავთ რამდენიმე საათიან სასამართლო პროცესს, რადგან გაერთიანებული არის 11 მოქალაქის პროცესი, ისინი ვინც პროევროპულ აქციაზე დააკავეს და მათ ედავებიან 11-ვე მათგანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ორგანიზებას. მოგიყვებით ამ 11 ადამიანის შესახებ, გეტყვით მათ სახელს და გვარებს. ესენი არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ასევე არიან რევაზ კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ერიშვილი და ირაკლი ქერაშვილი. 11-ვე მათგანს ედავება გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ორგანიზებას, თუმცა როგორც დაცვის მხარე, ასევე მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს ბრალდება არის გამოგონილი, რადგან საქმეში არც დაკავების დროს და არც მის შემდეგ არ გაჩენილა არანაირი რეალური მტკიცებულება, რომელიც ამ ადამიანების ბრალეულობას დაადგენდა. ხვალ 11-ის ნახევარწია პროცესი, თუმცა დაკავებულების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები, კოლეგები 10 საათიდან დაიწყებენ შეკრებას საქალაქო სასამართლოში, რადგან თვლიან, რომ ახლა უმთავრესია ამ დაკავებულებს ივანიშვილის ბრძანებით დაკავებულ რეჟიმის ტყვეებს საზოგადოებამ აჩვენოს, რომ ისინი მათ გვერდში უდგანან, რომ არაფრის არ უნდა შეეშინდეთ და არ უნდა ინერვიულონ. დიმონდიმი არა მაქვს, მაგრამ მაინც იმის იმედი მაქვს, ცოტა მაინც, რომ მოსამართლეს რაღაცა სინდისის ნატამარი მაინც იქნება. ამ დროს თუ მიუჩიან პატრონობას, ასევე სხვა პრიმერებს, ვინც უკანონოების ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებ. ანდრომ შვიდად იყავი, მე ძალიან მაგრად ვარ, არ გამწყდები. გამოიყენე ეს თუ შენ საშენოდ, ბევრი იკითხე, იფიქრე, წერე. ყველა შენთან ერთად არის, შენი მეგობრები, შენი კოლეგები. საოცარი მხარდაჭერა გაქვს, საოცარი მე მსგავსი არც გამიგი, არც ველოდებოდი ამას. და ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლად. მე შენ მან დაგტოვებ. სასამართლომ და მოსამართლემ დაამოწმა პროკურატურის დაუსაბუთებელი შრომდგომლობა. სასამართლოს აქვს ნოტარიუსის ფუნქცია, ისინი ამოწმებენ იმ დოკუმენტებს, რომლებიც შეაქვთ პროკურატურის წარმომადგენლებს. სრულად დაუსაბუთებელი იყო ის და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პროცესი გაიწელოს. ხვალ კიდევ ერთ დიდ თეატრში მივიღებთ ჩვენ მონაწილეობას, რომლის მთავარი მსახიობიც იქნება ანდრო ჭიჭინაძე. აუცილებლად დავაყენებთ შრომდგომლობას, რომ აღკვეთე ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ ანდრო ჭიჭინაძე გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა სავარაუდოდ მაინც სასამართლოს დაუტოვებთ საშუალებას და მას შევთავაზებთ გირაოს, თუმცა არა კონკრეტული რაოდენობით, ალბათ დავაყენებ შემდგომობას, რომ გირაოს ოდენობა თავად განსაზღვროს სასამართლომ. რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი დაკავებული გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა ადვოკატმა, ის იყო შესული ნიკა კაციასთან, რომელიც ოჯახს ატყობინებდა, რომ უკვე მესამედ შეუცვალეს საკანი და იყო ანტისანიტარია და ცუდი პირობები, როგორც ადვოკატი ამბობს, შესული იყო, მოინახულა კაცია და მისგან მიიღო დამაზუსტებელი ინფორმაცია. გარდა ამისა, კაციამ გამოგვიგზავნა წერილით, სადაც თავადვე აღწერს იმ პირობებს, რაშიც იმყოფება, ამბობს, რომ საკნის შეცვლის მოტივი ადმინისტრაციას მისთვის არ განუმარტავს. გარდა ამისა, ამბობს, რომ არის მცირე სახის ზეწოლები გარკვეულწილად მასზე, როგორც ადვოკატი გვიყვება, ღამის საათებში გაიყვანეს საკნიდან კაცია და მასთან რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა ჰქონდა ადმინისტრაციას, რასაც გარკვეულწილად ზეწოლად აღიქვამს როგორც ადვოკატი, ასევე თავად კაცია. გარდა ამისა, მადლობას უხდის ნიკა კაცია ადამიანებს, რომლებიც მხარში უდგანან იმათ, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას და თვლის, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ უნდა შეწყდეს. კამერის შეცვლის მიზეზი არ განუმარტავთ. პატარა საეჭვო გარემოებები იქნება, ცოტა ზეწოლა იგრძნობა. რამდენი ადამიანიც არ უნდა იდგეს პარლამენტთან, ისაც ჩვენი მონოპოლარია, საუკუნეებს გაუძლო, არ უნდა დავთმოთ და არ უნდა დავკარგოთ. ახლა უფრო მეტი რწმენით და პატივისცემით სათქმელი მხოლოდ ერთი მაქვს, ისევე როგორც დედის, სამშობლოს გადაყვარება დაუშვებელია. შესაბამისად, ყველა ერთად იმაზე მალე გავიმარჯვებთ, ვიდრე ვინმეს არ მოედგინა. ახლა ყველაზე მეტად დავაფასე ყველა ჩემი კოლეგა.
მართალი ტელევიზიის ყველა ჟურნალისტი. საუკეთესო ტყვებით ამბებს ჯადოსნური პროტესტის ღამეზე, კიდევ უფრო ჯადოსნურ შობაზე და ყველა სხვა პროფესიის ადამიანისადმი სოლიდარობის და მადლიერების გათვალისწინებით განსაკუთრებით კოლეგებისადმი მადლიერი ვარ, რომ საქართველოს გარდა სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ. მადლობა ყველას ერთად, რომ არ გავიწყდებათ რეჟიმის თხოვები. აცნობს რომ საკანი უნდა შეეცვალათ ამ შემთხვევაში არ განუმარტია თუ რა მიზეზით ხდებოდა მისი საკნიდან გაყვანა უბრალოდ უთხრეს რომ სხვა საკანში უნდა გადაყვანილიყო იყო ანტისანიტარია ძალიან დიდი სიბინძური ასე ვთქვათ იყო სარემონტო ნარჩენები თავად თვითონ მოუწია ამის დასუფთავება და მოითხოვა სადიზინფექციო საშუალებები რაცაც უკვე შემდგომ მოყვა ადმინისტრაციის მხრიდან ჩართულობა მის მიმართ და გამორკვევა თუ რა პრეტენზიები იყო და რატომ არ ქონდა სრული გაჩერების საკანში არიან დღის მდგომარეობით 3 არიან მოთავსებულები ამის საათებში მოხდა მისი გაყვანა ადმინისტრაციის მხრიდან გასაუბრება იმის გამორკვევა თუ რა ხდებოდა და რა პრეტენზიები ქონდა ამასთან ერთად მოხდა რამდენჯერმე რაზეც თავად ნიკამ რა თქმა უნდა პასუხი გასცა და შესაბამისად ღამის საათებში გაყვანა პატიმროს რომელსაც შეიძლება უკვე ეძინოს გარკვეულწილად შეიძლება ზოგადად რაღაც ფორმის ზეწოლათაც იქნეს განხილული მკითხეთ თუ რაიმე სახის ზეწოლა ქონდა თუ არა რაზეც განმარტა რომ პერიოდული ზეწოლა არსებობს ვინაიდან ინფორმაციის ვაკუუმშია და ვერ იღებს ინფორმაციას გარე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით 3 დღე არ მიუღია ინფორმაცია საქალაქო სასამართლო ხვალ 11-ის ნახევრიდან დაიწყებს მსჯელობას და მოსამართლე გადაწყვეტს 11 მოქალაქე, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა და ხელახალი არჩევნების დანიშნოს ითხოვდა, დატოვოს პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს, რადგან ადვოკატები გეგმავენ, რომ დააყენონ გირაოს სანაცვლოდ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლა, თუმცა ამბობენ, რომ ამის მოლოდინი ნამდვილად არ აქვთ, რადგან მოსამართლე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ იღებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ 11-ვე მათგანის საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა გაიმართება არა 16 იანვარს, როგორც ეს დაგეგმილი იყო, არამედ პროკურატურის მიმართვის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინა სასამართლოს სხდომა იანვრის ნაცვლად 5 მარტს გაიმართება.